რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ვხედავთ გაძლიერებულ და ძალიან სწრაფად დაახლოებულ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს შორის, რაც შეშფოთების საგანია პირველ რიგში სამხრეთ კორეისთვის და ასევე ყველა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირესთვის რეგიონში და თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. შინაარსი ამ ურთიერთობებისა გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვახსოვს, რომ ომის დაწყებიდან პირველი ვიზიტი კიმ ჯონგ უნის ვიზიტი იყო რუსეთში, შემდეგ თავად პუტინი ეწვია ფხენიანს და ეს იყო თავისი მნიშვნელობით შეუფასებელი დონის პოლიტიკური რეპრეზენტაცია კრემლისა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ 24 წლიანი პაუზის შემდეგ, ბოლოს ახალგაპრეზიდენტებული პუტინი ეწვია მოკლედ ჩრდილოეთ კორეას 2000 წელს და ამის შემდეგ ისტორიულად არ გვაქვს შემთხვევა, როდესაც პუტინი თავად ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში, სანამ მას არ დაჭირდა დამატებით დაახლოებული ურთიერთობა და კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან.